აქ დღეს წარმოდგენილი არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო და აქტიური ნაწილი, პოლიტიკურად მოღვაწე ქალები, რომლებიც დღეს ამ საარჩევნო პროცესში კენჭისყრიან და კანდიდატებს წარმოადგენენ, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები და ეს მთლიანად მთელი აქტიური საზოგადოება დღეს იმსჯელებს, რა უწყობს ხელს ქალებისათვის, რა არის ხიბლი, რომ თქვათ პოლიტიკაში მოვიდნენ და რა უშლის ხელს, რომ მათ არ ქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობისა და მოღვაწეობის სურვილი. მე ვხედავ, რომ ჩვენ საზოგადოებას იმ მამაკაცურ ენერგიასთან ერთად ჭირდება ქალის შარმიც, ქალის მოსვლა პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო ჰუმანური, რაც გამოიხატება სხვადასხვა საქმიანობაში.